სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი ოცნების ფარას აღსრულებაზე. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიურო ისევ მოითხოვს მათგან საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის, რაც პირად მონაცემებსაც შეიცავს. ამის შესახებ ორგანიზაციები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არავინ და განაგრძობს ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად. ჩვენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ვაპროტესტებთ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა. 25 წლის ივნისში კუპრაშვილის ბიურომ სასამართლოს მეშვეობით მოგთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების, წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მასწავლებლების, შშმ პირების, სტუდენტების, მეწარმეების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და სხვათა შესახებ. ასევე ინფორმაცია ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეტიც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება სულ ცოტა 10 კანონის დარღვევით მიიღო. მათ შორის ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას, უფლებადამცველთა კონფიდენციალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მისცემს სტომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარები ვართ.